ჩემი აზრით, ბევრმა ვერ აღიქვა, ყველაზე შემაშფოთებელი, შემაძრწუნებელი იყო რა ფორმითაც, რა შინაარსითაც დახვდნენ ჩანდა განწყობა ჩვენი მთავრობის, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენი მთავრობა საამიროებთან ამ პროექტს. კიდევ ერთხელ ნახოთ მოდი ეს კადრები, რომელზეც საუბრობ და მე უფრო დეტალურად გავარჩიოთ რასთან გვაქვს საქმე. ამ კადრებში რა ჩანს? აი ორი სიტყვით მინდა რა ვთქვა, იცი ამ კადრებში, აი ცოტა რა კუთხით ეხლა რა ხან უყურა მაყურებელმაც. აი მიაქცევდა ყურადღებას. ცალსახად რა არის ხაზგასასმელი, რომ ის არაბები, რომლებიც ჩამოვიდნენ, ისინი იყვნენ იმ რეჟიმში, რომ აი ეხლა აქ კაი სიტუაციას მახვედრებთ, აქ ეხლა ყველაფერი ნორმალურად იქნება. და ეს ჩვენი მხარე აშკარად ისეთ რეჟიმში იყო, რომ აი უბრალოდ ვიზუალს ვამბობ ხა. და ეს არ არის უნიშნულო საკითხი. ესენი იყვნენ ისეთ რეჟიმში, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი როგორც თქვენ გაგიხარდებათ, ისე იქნება. აი უბრალო აი სხეულის ენა, რომ წავიკითხოთ, რომელი მხარე რა აი დარწმუნების მდგომარეობაში, რომ აი აქ კაი პირობები, აი აქ ყველაფერი ისე იქნება სათქვენოდ. მაგ რეჟიმში რომელი მხარე იყო ეტყობოდა. რატო ზეიმობს ახლა ქართული ოცნება და მაგათი გამპრავებლები? სინამდვილეში ზეიმობენ ეგეთ რაღაცას, რომ რახან არაბები აქ ამდენ ფულს დებენ და რახან ბიძინა ივანიშვილია მაგის გარანტორი, ეგ არაბები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აქ სულ ბიძინა იყოს მართველი. აი თუ გაინტერესებთ რეალურად რაზე ზეიმობენ ოცნების წარმომადგენლები, ზეიმობენ მაგაზე. რომ აი ახლა ოცნება სულ რო იყოს მთავრობაში, აი სულ მაგის გარანტორი გახდება ახლა ეს პატივცემული არაბები. აქ რო 6 მილიარდს ჩადებს. ბატონო, ეგენი ხო ახლა თავის ფულს გაუფრთხილდებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბატონი ბიძინას და ქართული ოცნების მიმართ ძრავერ განხორციელებს. კი, ეგ არის რაზეც ზეიმობს ოცნება, კაცო. ეგ ოღონდ თავის თავში გულისხმობს რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ ზუსტად ეგაზე. ვიღაც არაბებს შემოაქვთ ფული 6 მილიარდი აბანდებენ ქვეყანაში, რომელშიც ძნელია პროგნოზის გაკეთება 5 წელიწადში რა იქნება. 10 წელიწადში რა იქნება. ძალიან ძნელია ამ პროგნოზი. ეს იქნება ვინც ახლა? იგივე შემადგენლობა იქნება, რა გუშინ წინ ვინც მინისტრები იყვნენ, უყევ მინისტრებად რო ეგონათ და წარმოედგინეთ, ისინი შეიცვალა, ხო? მდგრადობა ამ ქვეყანაში შეიძლება რაღაც ბევრ რამეს შეიცვალოს. ვიღაც არაბები ახდენენ ინვესტირებას და მათ შორის მათი ისინი ერთადერთ გარანტიად თვლიან კონკრეტულად ერთი ადამიანის კეთილგანწყობას და უბრალოდ მაღალ იმედებს ამყარებენ იმაზე, რომ ეს ადამიანი ურყევი იქნება. მხოლოდ ეს ორი არგუმენტია. 6 მილიარდს რო აბანდებს ვიღაცა, მხოლოდ ვიღაც თუნდაც რაღაცა აზრით საიმედო ადამიანის კეთილგანწყობაზე არ დაამყარებს ის საკუთარ ინვესტიციებს. შეეცდება მე სადღაც რომ ვდებდე 6 მილიარდს, მქონდეს აი დიდი თანხა 6 მილიარდს ვდებდე, იქ რაღაცა კარგი კაცია, იქაური, ჩრდილოვანი მართველი და კარგად მესაუბრა ვახშამზე და მოდი ახლა ამის კარგ საუბარს ვანდობ მე მთელ ჩემ ფულს. ეგრე 6 მილიარდს კი არა კაცო, აი $5,000 არ აძლევს არავის რაღაცა გარანტია. მე რაღაცა პასუხები ხო უნდა შემეძლოს, რაღაცა გარანტიები ხო უნდა მქონდეს, რაღაცა ბერკეტები, რომ ამან თუ ჩემი ინვესტიცია კარგად ვერ დაიცვა. ამ ინვესტიციის ამოღების ინტერესი თუ ჩემი საკმარისად ეფექტურად ვერ განხორციელდა და ინტერესი რა იქნება, მხოლოდ აი 6 მილიარდი ჩავდე და 7 ამოვიღე? მხოლოდ ეგ არის ინტერესი. და არის ამ ქვეყანაში საკმარისი ფინანსური, მატერიალური რესურსი, რომ ადგილობრივების ხარჯზე მეტი ამოიღონ? ეს კითხვები ხო არის რაღაცა ისე, როგორი რაღაცა, იცი, ძალიან მაშფოთებს
მათ შორის აი ხა გადავხედე და ეგრეთ წოდებული კონსერვატიულ ფლანგზე რო პოზიციონირებენ სხვა სპიკერები სოციალურ ქსელებში. კი, და აი იმებს პოსტებს და ვიდეოებს აცხობენ აი გუშინწინდელი დღის განმავლობაში დაჩქარებული წეს, რომ აი ინვესტიცია შემოდის. რა мотиваცია ასეთი? თან რა საინტერესოა? ყველა ერთხმად ამის გაправებაზე გადავიდა. ეგ ხალხი გვახსოვს ქართული მიწა არ იყიდება ტიპის აქციებს აორგანიზებდა თავის დროზე. ხო, და აი როგორი რაღაცა იცი? ძალიან შემაშფოთებელია, შემზარავია იმ კადრების ნახვა, რომელიც დიდ საფრთხეს ქმნის, აი უბრალოდ იძლევა მაგ განცდას და ქმნის საფრთხეს, რომ მომავალში ამ პროცესის აღკვეთა არ იქნება მარტივი. ნუ სინამდვილეში ხა რა ამხელა ბომბის ჩადება ხდება ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ იაზრებს. იმიტომ რომ ნაწილი ხელისუფლების პროპაგანდის ქვეშ არის, ხოლო ლიბერალური ფლანგიც არ აკრიტიკებს ამ ინვესტიციას, იმიტომ რომ მათთვისაც ისინიც ხომ ლიბერალები არიან და მათთვის რა მნიშვნელობა აქვს. და სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ კონსერვატორების ჩვენი საინფორმაციო დაფარვა ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ფართო მასებმა სწორი ინფორმაცია მიიღონ. როგორი რაღაცა იცი? მე უბრალოდ გაუგონარი რაღაცა ხდება რა თვალსაზრისით. დასავლეთში მიდის ძალიან აქტიური ფორმით კონსერვატიზმის აღზევება და მათ შორის დეისლამიზაციის პროცესები მიდის. მათ შორის აი ამ ვაჟბატონების ვინც ახლა ჩამოვიდნენ აქ, ისინი ხო წლების განმავლობაში დასავლეთში თავის გავლენებს ზრდიდნენ, ხო, მარტო ლიბერალების ხელით არ მიმდინარეობს ევროპაში ისლამიზაცია. სპარსეთის ყურის ქვეყნები დიდ ძალისხმევას, რესურსებს, ფული მათ არ აკლიათ, დებენ იმაში, რომ ევროპა მიიღოს ძალიან დიდი რაოდენობით ისლამური ქვეყნებიდან ტოლვილი. იმიტომ რომ აწყობთ ახლა მაგ სამყაროს მთავრები ეგენი არიან, სპარსეთის ყურის ქვეყნები მართავენ რეალურად ისლამურ სამყაროს. იმიტომ რომ ყველაზე მეტი ფული მათ აქვს. მან არის სიწმინდეები და ასე შემდეგ, მან არის. ევროპამ როგორც იქნა და დასავლეთმა ამერიკამ გამოიღვიძა, ამის წინააღმდეგ მიდის ახლა უკვე ამერიკაში პირდაპირ მიდის ამის წინააღმდეგ უკვე კონკრეტული სისტემური მოქმედებები. ცხადია ეს ევროპაშიც გადაიზრდება, ის მილიონი ადამიანი ლონდონში რო გამოვიდა. პირველ რიგში ისინი რას აპროტესტებენ? ისლამიზაციას და ამ უკონტროლო მიგრაციას. და საქართველო ადის ახლა იმ გემზე, რომელიც აღარ იახსებებს მალე. ანუ წარმოიდგინე, დასავლეთს აკრიტიკებენ ესენი ვითომ რაღაც deep state და ომს გვაძალებს, მაგრამ დასავლეთის ყველაზე მანკიერ, ყველაზე დამანგრეველ პრაქტიკას იმეორებენ. ეს ხომ რაღაც აბსურდია, ეს ხომ წარმოუდგენელია. deep state კი მართლა გვაძალებდა ომს და მართლა იყო ეგ დღის წესრიგი და მაგის პასუხად ის ხალხი, ანუ ეგ deep state თავს რითიც იღუპავს იმის გამეორებას რატო დავიწყო. ეგ ხომ სიგიჟეა, კაცო. deep state რასაც უკეთებს დასავლეთს, რითაც კლავს დასავლეთს, ისლამიზაცია და უკონტროლო მიგრაცია. რასაც ახლა აუჯანყდა ყველგან ხალხი. ჩვენი მთავრობა აკრიტიკებს deep states და მაგ იმას პრაქტიკას ამკვიდრებს საქართველოში. აი, კარგად რო გავიგოთ, აი ვინც გვიყურებთ. თქვენი სოფელი წარმოიდგინეთ, სადაც ხართ სოფელში. და სოფელში აი რაღაც შეძლების ხალხი, რაღაც რაოდენობის ცხოვრობს, ხო? და ვიღაც სოფლის ყველაზე მდიდარი ხალხი, რომელიც განაგებს, გამგებელი, რომელიც არის მთავრობასთან კავშირში. რომ ჩამოვიდნენ არაბები და შენს სოფელში დაიწყონ თუნდაც მხოლოდ სასტუმროს, აქ სასტუმროზე არ არის საუბარი, აქ არის ქალაქების, რომელსაც მიყიდიან.
თუნდაც სასტუმრო, ყველაზე დიდი სუპერმარკეტი, ყველაზე დიდი რაღაც კაზინოს დასასვენებელი პუნქტი არის არაბების. და თქვენი სოფლის გამგებელი ამათ ხდება ძალიან დიდი დაინტერესებით, რომ ისინი შემოვიდნენ და ფული შემოიტანონ. ანუ ამის ინტერესი, რომ იმის ინტერესი გაატაროს ისე, რომ ის არ გაიქცეს აქედან, აშკარად სახეზია. ამ არაბს რო ექნება მეტი შესაძლებლობა, მაღაზიები მისი იყოს, თავისები დაასაქმოს, ვინც მის მიმართ ლოიალურია, თავისზე მიაბას ვიღაცა ხალხი, გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები გახდებიან და მაგალითად თუ ეხლა ერთი სასტუმრო აქვს, მეორე გახსნას, მესამე გახსნას. რო ექნება ინტერესი, რომ ცოტა ეს ხალხი მტრულად არიან აქ, ჩემი მიმართ განწყობილები და მოდი ცოტა არაბებსაც მოვიყვანა აქ. რო აი რაღაცნაირად დავაბალანსო ჩემი შესაძლებლობები ამათ სივრცეში. ეგ ხო გასაგებია, ინვესტიციას რო იძახი. ინვესტიცია რას ნიშნავს? კი გაჩუქეს კაცო ის ფული. ინვესტიცია ნიშნავს, რომ შენ სოფელში იყიდე სოფლის ნახევარი. და ინვესტიციას გააჩნია, კაცო, აქ არავინ არ საუბრობს. ეგეც ხო ნიშანდობლივია, ანუ რა ინვესტიციებზეა საუბარი? ანუ ჰაერზე ლაპარაკობენ ისინი. რას აპირებს ეს ხალხი, რის აშენებას? ეგ მაინც გაგვაგებინეთ, კაცო. ქარხნებს აშენებენ, არ ვიცი მე, სილიკონის ველი უნდა აგვიშენონ, აი მიშა ხო ლაზიკას გვიშენებდა რაღაც უტოპიური მას პროექტს. იქნებ ისეთ რაღაცას გვიშენებენ ეს არაბები, რომ ჩვენც ტარს დაუკრავთ. რას აშენებენ, კაცო, ეგ არაბები, ეგ მაინც გითხარით. აი მან დარი ამ ინვესტიციაზე ეგეთი კითხვა რა. აი კაი მაგალითი მაგის არის მაგალითად კოლუმბიაში იყო ეგეთი ცნობილი პაბლო ესკობარი. სოფლიოში ყველაზე ცნობილი ნარკო მოვაჭრე იყო რა. ოღონდ აი ნარკოტიკებიდან ფულს ხო შეულობდა და მე იქ რაღაცა ინვესტირებას ახდენდა, რაღაც სკოლებს აშენებდა, იმებს რა ქვია რაღაც გასართობ დაწესებულებებს ხალხს ეხმარებოდა რა და ინვესტირებდა ეგეც რა. ანუ ამას რატო ხსნით, იცით, რომ ვიღაცემა ცოტა გაიგონო. რატო აკეთებდა იცი მაგას? რომ აი ნარკო ბიზნესი რო ქონდა, რაღაცა ნაწილს ხარჯავდა, რომ იქ იმ კოლუმბიაში თავრობას რომ მოენდომებინა, რომ მისთვის ვინმეს ხელი მოეკიდებინა, ხალხი რო გამოსულიყო, რომ რას უშვებით პაბლოს ხელი. და საკმაოდ დიდი ხანი გაძლო მაგ მეთოდი. ანუ ვიღაცა რო მათ შორის შეიძლება რაღაცა კარგ პროექტში ფულს დებს და შენ კითხვას არ სვავ, რომ ამ ადამიანს რას არგებელი. მე მას კი არ ვიძახი, რომ ხა კონკრეტულად ეს შეიხი პაბლო ესკობარი ან რაღაც არა. მე პრინციპის ასახსნელად მოვიყვანეს მაგალითი, რომ ადამიანი რო რაღაცა ფულს დებს სადღაც და შენი ერთადერთი ინსტინქტია, რომ ვა, ფული მოიტა აქ. და არ კითხულობ, რატომ აძლევენ ამ ფულს? რა პირობებით მაძლევენ ამ ფულს? რა დაემართება მე ჩემ ქვეყანას ამ ფულს თუ ავიღებ და მაგ ხალხს აქ შემოუშვებ? აი, ერთი კითხვა დავუსვით თქვენ თავს. 6 მილიარდს რო აქ ჩადებენ ეგენი. ააშენებენ მაგ ქალაქებს. მერე გაყიდიან თავის თანამემამულეებზე და აქ ვიღაცა არაბი ჩამოვიდა და აკაურობას თulis თავისად, იმიტომ რომ რავი კაცო, აგერ ჩემმა შეიხმა აქ ფაქტიურად 6 მილიარდი დააბანდა, მე აქ სახლი მაქვს ნაყიდი და შენ მოგინდა რომ ამ ქვეყანაში რაღაცა სხვანაირი წესები დააწესო. შენი წესები. შეძლებ მაგის გაკეთებას? ვეღარ შეძლებ. აი საინტერესო ისინი კომენტარები იწერება, უეჭველი ხელისუფლების ისინი არიან ტროლები. თან აი რა უცნაურ ხარიქს იყენებენ, აი ეგეთ საგულისხმო. სამწუხაროდ ამ თემაზეც გამოჩნდა, რომ რუსეთის ინტერესებს ატარებთ. ინვესტიციო დაჩანაკებული საქართველოა თქვენს ინტერესებში. ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა, რომ არაბები არ ჩამოასახლოთ, რომ ვამბობ, ესე იგი ეგ თუ არის რუსეთუმეობა. არა, ჯერ მოდი იმით დავიწყოთ, რომ ბიჭო, შენ რა რუსეთს იყენებ იმის შეტევის იარაღად რუსეთთან კავშირის გამო დაგასანქცირა ნახევარმა იმ დასავლეთმა. შენ საერთოდ რუსეთს რატო ახსენებ კონტექსტში? გეგონება შენ არ გაბრალებენ მაგას. შენ უფრო გაბრალებენ მაგას. ჩვენ არავინ არ გვაბრალებს, ჩვენ დაგვასანქცირეს გეი პარადის
ჩაშლის გამო, რუსეთთან კავშირის გამო ჩვენ არ დავუსანქციონებივართ არავის. ეს ერთი. მეორე, როგორი რაღაცა, იცი? ეს ახლა ამ იმის ხელისუფლების ტროლს არ მიმართავ, ლიბერალებს მიმართავ, რომლებიც შვიდათ არიან. მე ხა გეტყვით თქვენ რუსეთის გავლენები როგორ გაიზრდება საქართველოში. აი ეს არაბები რო დაიწყებენ ახლა 6 მილიარდი დოლარის აპარტამენტების და საცხოვრებელი კომპლექსების აშენებას. რომელსაც ცხადია მიყიდიან ისევ დიდარ არაბებს, თორევა ქართველებს არ აქვთ მაგდენი ფული, რომ 6 მილიარდი დოლარის ეგ ფართები შევავსოთ. მასიურად რო დაიწყება საქართველოში არაბების ჩამოსახლება, აბა რისთვის იყიდიან ისინი მაგ ბინებს. ქვეყანაში რო წავა ისლამიზაცია, ქვეყანაში რო დაირღვევა ეთნიკური ბალანსი. ქართველები რო აღმოჩნდებით საკუთარ ქვეყანაში რთულ მდგომარეობაში. ბუნებრივად ვისკენ დაიწყებენ ქართველები, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მოკავშირის ძიებას, ისლამიზაციის წინააღმდეგ. აი, შემთხვევით რუსეთისკენ ხომ არა. თუ ამერიკისკენ, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს, საქართველოს როგორც გეოპოლიტიკური ნიშნულობა. ამიტომ ეგ პროექტი თქვენ გამოშტერებულებო პირიქით რუსეთის ინტერესში, იმიტომ რუსეთი ავა თუ კარგად ამ ტერიტორიას არც არაბს არ დაუთმობს, მე გულისხმობ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და არც არავის. თუ ბოლო-ბოლო იქამდე მივიდა ჯარებით მოაგვარებს. აქ უსაფრთხოებისაკიც, მაგრამ ჩვენ რად გვინდა ეგეთი მოგვარებული, სადაც ჩვენ აღმოჩნდებით ამ პროცესების მიღმა. ამ ხო არ არის გზაზე, არ არის საუბარი ქარხანაზე, არ არის საუბარი რაღაცა ისეთზე, სადაც ქართველები იხეირებენ. მანდ არის საუბარი, მოდი ავაშენოთ რაღაცა დასახლებული პუნქტები, რომელსაც მე მივყიდით ისევ მაგ მუსულმანურ ქვეყნებიდან ჩამოსულ ტიპებს, იმიტომ რომ საქართველოში არ არის მაგის მუშტარი, ანუ არ არის საქართველოში მაგდენი მილიონერი, რომ ძვირადღირებული აპარტამენტების დეფიციტი გქონდეს, აი ვეძებთ რა, აი ფული გვაქვს, ფული ჯიბეს გვიწვავს რა და ერთი პენტჰაუსი ვერ გვიყიდია რა ამ ქართველებს და აი გამოჩნდა რა არაბული ინვესტიცია რა. ამდენი ქართველი ველოდებოდით, რომ წამლათ ვიღაცას ერთი მაგარი პენტჰაუსი აეშენებინა, რომ ქართველებს გვიყიდა. ეგეთ სიტუაცია გვაქვს? არა, რა თქმა უნდა, კაცო. არავინ მაგისი მუშტარი აქ არ არის, მაგის მუშტარი არის, საიდანაც ფული შემოდის, იქიდანვე მოვა მაგის კლიენტის. თუ ხო სამომრჩეველთან მაგ კითხვა. თუ არაფერი პრობლემა არ არის ამ პროექტში, თუ არაფერი საფრთხე არ არის ამ პროექტში, თუ ამ პროექტის შინაარსი არ არის, აშენდეს საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც ამოგება ამ ჩადებული ხარჯის შეუძლებელი იქნება ქართველების ხარჯზე და რომლებიც გაიყიდება, იგულისხმება, რომ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე, არაბები იქნებიან, თურქები თუ სხვები. თუ ესე არ დგას საკითხი, აგერ თითქმის 1 წელია გასული, რაც ამ პროექტის ანონსი გაკეთდა. დაახლოებით იანვრიდან თუ დეკემბრიდან ჩავიდნენ პირველად არაბეთში და იქ მოეწერა ხელი პირველ შეთანხმებას. 1 წელი მიდის ამაზე ლაპარაკი. ყველა კუთხეში, ყველა მხრიდან ატრიალეს ეს პროექტი დადებით ჭრილში. აი რა კარგია ინვესტიცია, როგორ გაიზრდება შემოსავლები და ასე შემდეგ. რანაირად ვერ მოხერხდა, აი რაღაცა ბუნდოვანი ფორმით მაინც, აი რაღაც ზოგადი ფორმით მაინც ამ პროექტის რეალური შინაარსის მოყოლა. რა შეთანხმება დაიდო, რა შინაარსის სამშენებლო პროექტი უნდა გახდეს? საქართველოს რა ვალდებულებებს ვიღებთ ამ პროექტის ფარგლებში, რა ტიპის ნაგებობები, კომპლექსები აშენდება და ამ კომპლექსების აშენება ვის საკუთრებაში იქნება ეს კომპლექსები? ჩვენი ქართული მხარის ბერკეტები რა იქნება მათ კონტროლში და როგორ აპირებენ ამ ფულის ამოღებას. და კიდე ერთი ბოდიში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ხოც ამორჩეველი იძახის და დაიჯერა, რომ ამ პროექტში, ამ საცხოვრებელ კომპლექსებში სახლებს არ აპირებენ, არ გაყიდიან უცხოელებზე, მაშინ რა პრობლემაა, რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს, რომ $100,000 და ზემოთ ფასის მქონე უძრავი ქონების ყიდვის შემთხვევაში უცხოელზე ავტომატურად საქართველოში გაიცემა ბინადრობის უფლება, რომელიც
უვადო ბინადრობამდე გადაყვანადია ავტომატურად თუ ადამიანს ამის სურვილი აქვს და ამ ქონებას არ ყიდის. თუ თვლით რომ საფრთხე აქვს უცხოელების ჩამოსახლება, ოღონ ამ საკითხში რატომღაც ძალიან მარტივად ენდეთ მთავრობას და იძახით რომ არაკაცო აქ არავის დიდი ხნით შემოსახლებას არავინ არ აპირებსო, მაშინ რატომ არ იღებს მთავრობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ინიციატივა ჩვენ გვაქვს, კარგი ჩვენი გადადონ გვერდზე თავისი ვერსია მიიღონ პაკეტი და თქვენს რატო არ უჭერთ ხარ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში ბინადრობის უფლების გაყიდვას ითვალისწინებს და რომელიც ამ შემთხვევაში ქმნის საფრთხეს, რომ აქ არაბების თუ რატო არ იღებს მასიური შემოსავლები, რატო არ იღებს ჩვენს ინიციატივას, რომ გაყიდვა ზღუდავს, ანუ ჩვენი ინიციატივა ზუსტად მაგაშია, რომ ეს ბინადრობის უფლების გაყიდვა რაც ხდება საქართველოში, მოქალაქეობის გაყიდვა რაც ხდება, უძრავი ქონების შეძენით. აი ეს რო შეწყდეს, ამ ინიციატივას რატო არ უჭერთ ხარს?